ახალ წელს ერთად იქნებით. და ნაძვის ხერადის რატო? აი მამიკოსთან ერთად. ციხის ნაცვლად მის საცხოვრებელ სახლთან ველოდებით. სურა ჯაფარიძე თავისუფალია. ვიცოდით, რომ აქ მარტო ვერ მოვიხელთებთ. ვერაფერსაც ვკითხავთ, მაგრამ მაინც გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა, როგორ ტოვებს ციხეს პოლიტიკური მოტივით დაკავებული წესიერი ადამიანი 7 თვიანი ტყვეობის შემდეგ. მეც მოგილოცავს. არციო და ძალიან? კი, მაგრამ გილოცავ. ეს სანახაობა მაინც ვერ ვნახეთ. გარეთ 19 დეკემბერია და სიკეთით სავსე ქალაქში კაცი გამოუშვეს რუსთავის ციხიდან. მაისური სამარა, დილა უთენია. აქამდე მეგონა რომ მხოლოდ უკანონო დაკავებები მაქვს ნანახი. გაირკვა რომ რეჟიმს უკანონოდ ციხიდან გათავისუფლება შესძლებია არაადამიანურად. ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს სასაცილოდ, არა და სავარაუდოდ. საშინლად შემზარავი ამბავი უფროა, როგორ ექცევა სისტემა ერთ ადამიანს. ჯერ მისი უკანონო დაკავება გვაყურებინეს. ახლა კი მის გათავისუფლების აქტს მოგწყვიტეს და ნაცვლად იმისა, ამით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაეკნინებინათ, საკუთარი უზნეობის კიდევ ახალ ამბავს ყვებიან. ამ კაცის ჯიუტი პროტესტი გამზირზე შეუმჩნეველი არ ყოფილა და პირიქით მისი დაბრუნება იმაზე დიდი ამბავია, ვიდრე თვითონ სურა ჯაფარიძეს წარმოედგინა. აფიქრები მოდის. გინდა არ გინდა რაღაცნაირად მაინც წონი იმას, რამდენად სწორია თავისუფლების დაკარგვა იმისთვის, რასაც აკეთებ. მე რაღაცა მომენტში ეს უსამართლობა მოქმედებს და რაღაცა მომენტში გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ რაღაცა არ გაბოროტებ. რაღაცები გადავიაზრე ისე, რომ ბევრად უფრო დამშვიდებული ვარ და ნაკლებად აგრესიული ვარ და ბევრად უფრო ამ ხალხის უნდა თუმცა ყველაფერს გმართებს უფრო რაღაცა შეცოდებით გზნობა უფრო მეტად ამაქვს ვიდრე რაღაცა ზიზღის და ბრაზის რა. კობახიძე რო ნახეთ თურქმენეთში არ გაბრაზდი? არა მეცინე ვაი რავი კობახიძე თურქმენეთში იყო ჩემი აზრით ძალიან სასაცილო. არა და ზურაბ ჯაფარიძე თითქოს იმაზე ძლიერი მოგეჩვენებათ ვიდრე ციხემდე იყო. კაცი რომელიც არსად წასვლას არ აპირებს და სრულად გააზრებული აქვს რაელის ასეთ სახელმწიფოში როგორც ერთ პოლიტიკოს კაცს, რომელიც რეჟიმს დანამდვილებით არ უყვარს. წარმატებები დიდი მადლობა. ვაშკაცკაცი მადლობა ძალიან დიდი მადლობა. ის კომისიის წიგნი დაუბეჭდა. ცოდი? აუ, კაი, გილოცო. წავალ თუ წავიდე რა. ვერ ვსკითხულობდით, წაიკითხავთ კომისიის სამსახურ წიგნსაც. ეხლაც ვსკითხულობ. რომ ერთი წიგნი ხარ და გამახსოვრეთ. ციხე. გასწავლიკითხე? თუკოს კანკარა, ეკოსი. თომას მანის იოსები და მისი ძმები იყვნენ. პირველი ორი ნაწილი წავიკითხე, მესამედი და შემიგზავნე დასამთავრებელი მაქვს, მაგრამ პირველი ნაწილი ძალიან მაგარი იყო. დღეში ვკითხულობდი 200-250 გვერდს. ჯამში მაქვს წაკითხული სადღაც 40-45 გვერდზე მეტი ალბათ და 7 თვეში გამოდიხარ თუნდაც იგივე შენიშნულები რომ პატარები არიან, თუ ეს სხვა ადამიანები ხდებიან. გაზრდილებით აქვთ? რა თქმა უნდა, გაზრდილების შეცვლილების დახტომა, ხელახლა გიწევს გაცნობა. ეგ არ არის პატარა ამბავი, საკუთარ შვილებს უნდა გაიცნო ხელახლა. ყველაზე შემზარავი კადრი ჩემთვის ერთ-ერთი რომელიც დამამახსოვრდება შეიძლება უფრო მძაფრად ვიდრე ძალადობა თუნდაც აქ ამ მოედანზე ჩვენი გამოჩენა დედის ვაჟში. იყო ძალიან. შაბათს აი ზარმონი ხოლია თუმცა შაბათს შემოვიდა. შაბათს არ არის არაფერი, შაბათს დაკეტილია და შაბათს შემოვიდნენ და იქეს რა ადვოკატმა შეხვედრაო, მივხვდი რომ რაღაცა უცნაური ხდებოდა, რომ ვერ მივხვდი მაინც რა არის. ანუ ძალიან რთულია ამ პატარა ოთახში საკუთარ თავთან ბევრ რაღაცებზე ჭიდაო. ანუ მაგ დროსაც იწევს რაღაცა ბევრი რაღაცებზე საკუთარ თავში სიგნალებში თხრა, რაც არ არის მარტივი ამბავი. გამარჯობათ. ნატურალური კადრებისთვის მოვედი. აი ნატურალური კადრები არის ვისკის უხოთ ყველა ერთად. რა კაი, შეიძლება მოვიდეთ? კი, რა თქმა უნდა. აქ არის ჩვენი სამზარეულო და
გამარჯობა. გილოცავ ძურას თავისუფლებას. ნედა გიო ვიხსენებთ ციხის ამბებს და ვადარებთ რომელიც ციხე ჯობია. ხო, აშკარად რაღაცებში დანჯობია აშკარად. საქმე შეწყვიტო მთლიანად. სანამ პროცესები შეუქცევადი გახდება და სანამ თავისუფალია, ასეთი ხასიათი ერგო და ისევ იქაა, სადაც ციხემდე, პროტესტის და ბრძოლის ავანგარდში. რისი გემო აქვს თავისუფლებას? თავისუფლებას აქვს თავისუფლების გემო. ეგეთი გემო არაფერს არ აქვს ხოს. ის რომ შენ შეგიძლია ნებისმიერ წამს გადაწყვეტა რა გააკეთო, საკუთარი ნებითი მოქმედა და ეგ არის ისაც ჩვენ გვაქცევს ადამიანებად. რა სვამთ? ვისკი სხვათა შორის შემიძლია მოგიყვეთ ეგ. ალკოჰოლი არასოდეს მე არ ყოფილა ვსმენ. ეხლა ჩემს ყვებოდი მაგას არასოდეს არ ყოფილა რომ მომდომებოდა ალკოჰოლი და რაღაცა ისე იმოხდა რომ რაღაცები 1-2 ვიგზენი რომ იმენატრებოდა რომ რაღაცა ცოტა ვისკი რო ყოფილა რომ მოუწოვდით თქო და ეხლა ვინაზღაურებ მაგას და შემომისწარით მაგას. ისი სადღეგრძელო გამოვა ვისკით, რომელიც თვეები არ დაგიდევია. თავისუფლების რა თქმა უნდა. სიმბოლურად ცოტა პოეზიაც იყოს. ფრანგი პოეტის შარლ ბოდლერის პოეტური კრებულის ბოროტების ყვავილების არ იყოს, ეს სისტემური უსამართლობა, სნეული ყვავილები ვითაა. სამაგიეროდ ზურა ჯაფარიძე დაბრუნდა ციხიდან, სრულიად ჯანმრთელი ზაფხულის მაისური ტყინვაში.